ზოგადად ლექსი თუ ცოცხლობ და მინდა რომ თქვენც გიწილოდოთ თითო ლუყმა როგორც სეფიცხვერი. გამარჯობა თემო ტელემაყურებლებო, ეს არის გადაცემა ლექსო არ დაიკარგებით. მე მისი ავტორი და წამყვანი ლეილა არჩემაშვილი გახლავართ. დღეს სტუდიაში სტუმრად ყავს ორი უძვირფასესი ქალბატონი. ქალბატონი ეთერმათურელი, ქალბატონი ეთერმათურელი საქართველოს იცნობს და ქალბატონი მზია მუსაშვილი, პოეტი ქალბატონი. ქალბატონი მზია თქვენ ალბათ ჩვენი წინა გადაცემიდანაც გახსოვთ იმ გადაცემიდან, რომელიც ლაპაგურელ მოლექსეს სერაფიონ რუსულაშვილს მიუძღვენით. ქალბატონი ეთერს რამდენიმე ხნით ამერიკაში მოუწია ცხოვრებამ, თუმცა თავისი პატრიოტული სულისკვეთება ტიკაც გამოამშრავნა და ამერიკაში დააფუძნა საზოგადოება ლაშარის წყალგანაწყვეტილები. იქ რამდენიმე ძალიან კარგი ქართული ღონისძიება გამართა, პატრიოტული, ისევ საქართველოს მთას რომ ეძღვნებოდა ისეთი ღონისძიებები. ქალბატონი ეთერი გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია ჩვენი ფშავის დამფუძნებელი, მას მთელი საქართველო უყვარს და ფშავ განსაკუთრებით ფშავი. ქალბატონი მზია მუსაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი გახლავთ. ის გახლავთ ორი პოეტური კრებულის ავტორი, არის არაჩვეულებრივი პოეზიის ავტორი. თქვენ დაწყდებით დღეს მთელი გადაცემა ქალბატონ მზიას მიეძღვნება. ლექსებს რა თქმა უნდა ჩვენც წავიკითხავთ. სანამ ქალბატონ მზიას მე შეკითხვას დავუსვა, მე მინდა ჩვენს ძვირფას ქალბატონ ეთერმათურელს ვუთხრა და ვკითხო, რატომ უყვარს ასე ძალიან მზია მუსაშვილი? ცოტა რთული შეკითხვა, მოდი პირველ რიგში დავისალმებით, მოგესალმებით ყველას. მადლობას გადაგიხდით მოწვევისათვის, მადლობას გადაგიხდით იმისათვის, რომ შეარჩიეთ მზია მუსაშვილი და მზია მუსაშვილის მოწვევისათვის გიხდით მადლობას. მადლობას გიხდით იმისათვის, რომ აი ასეთი კარგი გადაცემის ავტორი შეიქმნით თქვენ, როგორც ლექსო არ დაიკარგები. მე ვნახე რამოდენიმე თქვენი გადაცემა და ვფიქრობ, რომ სწორედ აი ამ აჭრელებული სიტუაციის დროს, აი ასეთი ქართული არღვიანი გადაცემა ძალიან ჭირდება საზოგადოებას და ძალიან ჭირდება განსაკუთრებით ახალგაზრდობას. მე არ ვიცი ახლა ახალგაზრდობა როგორ უყურებს ამას, მაგრამ არის ალბათ გარკვეული კატეგორია, რომელიც უყურებს, იმიტომ რომ დღეს ლექსი სულის გადარჩენის საშუალება გახდა. აი ნახეთ თქვენ თუ არ არის ეს ასე, სულის გადარჩენის საშუალება გახდა დღეს ლექსი და ამდენად აი ეს გადაცემა კალკულირებული ჩემო მზია ვაძლევს იმის საშუალებას, რომ ახალგაზრდებს არ მიიქცეთ იმის საშუალება, რომ დაივიწყონ ბინარიან. აი ვისი გორისანი ხარ, აი ამის გზადაგზა გზამკვლევია თქვენი გადაცემა. მე ვნახე წინა გადაცემა თქვენი, სხვა გადაცემების და ძალიან მადლიერი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ბევრი ისეთი მასალა იყო, რომელიც არ იცის საზოგადოებამ და კიდევ და კიდევ მადლობა იდეის ავტორს, წამყვანს და იმ სტუმრებსაც, რომლებსაც შემდეგ გაეცნებათ გზა აქ მოსვლის. შეფასებას უდიდესი მნიშვნელობა შექმნის. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონეთ, უდიდესი მნიშვნელობა. და ეხლა გეტყვით ჩემთვის რატომ მზია მუსაშვილი? ვინ არის მზია მუსაშვილი? აი ეს წიგნი მზის წარწერა. მე მაჩუკა არაფშავებმა ქალბატონმა ნინო საბუქვაძე და მე მზიას ვიცნობდი, გამარჯობა, გაგიმარჯოთ, იმედი არაფერი და მისი არც სულიერება, არც ლექსი თვითკრიტიკული ვიქნები, რომ არ ვიცოდი და როცა ავიკითხე ეს ძალიან შემწვა და აი ესე ვთქვი, რომ აბა რითი ვერ დავინახე ეს მეთქი. ჩემი თავი შემწვა და სხვადასხვა მაშინვე დავრეკე. თქვენ დაგახსოვთ? მაშინვე დავრეკე, რომ მზია რა კარგი ლექსები გქონია და რატომ აქამდე არ დაგინახეთ. მეტი ეხლა ის რომ მზია ლაფანყურელია და ლექსებს ეს არავის არ გაუყვარდება, იმიტომ რომ ლაფანყური ცნობილია ლაფანყურელი მოლექსებით. ისეთ საზოგადოებაშია გაზრდილი და ისეთ ხმელეთზე დგას და ისეთ მიწაზე დგას, რომ იქ ალბათ ყოველი მეორე ლექსებს და არ გაგვიკვირდება, მაგრამ ამისგან რა გიკვირს იცი? აი
ამის სიტყვა სხვანაირია და აიწერს. რატომ ზეამოსაშვილი არის, ამიტომ ზეამოსაშვილი. მადლობა კალბატონო. ძირფასო, სანამ ჩვენ ლექსების კითხვას დავიწყებთ, მოდი პატარა ბიოგრაფიული მონაცემები ვთქვათ. შენი სად დაიბადე, მშობლები, აღსდას რა მნიშვნელობა ჰქონდა, პირველი ლექსი როდის დაწერე, ლექსი როდის გაჩნდა შენში, როდის შეისხო ხორცზე, რამდენიმე წუთის განმავლობაში ვისაუბროთ ამაზე და მაყურებელს უფრო ახლოს განაცანი. კი ბატონო, დაიბადე სოფელში 19 წლის 15 სექტემბერს. ძალიან დიდი დღეა ცხოვრებაში ჩემი. ესეთი დღე ალბათ რა ვიცი, ჩემთვის არც ერთი დღე არ არის ამხელა წლების განმავლობაში და ყოველ წელს ჩემი დაბადების დღეზე მიხარია. არაფერს არ ველოდები, მიხარია, ძალიან მიხარია და ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ რა ვიცი, მას სიცოცხლე მაჩიქა და სიცოცხლე ესეთი რამე არ უნდა თქვა უარი ადამიანმა, როგორიც არ უნდა იყოს ეს სიცოცხლე გამიზარდეს სოფელში, მქონდა ჩვეულებრივი ყალბობა, დაწყებული სამწყებსული და დამთავრებული ბალგური ცერკობებით და ასე შემდეგ. შესაბამისად არ მეყვარდა ბაღი და არასოდეს მივლია. სკოლა მეყვარდა ისე, რომ სკოლიდან ვერ მოყავდი ჩემებს. კითხვა ვისწავლე უფრო ადრე ვიდრე სკოლაში შევიდოდი. ლექსებიც თავი რაღაცა თქვა და მე ესე პირად ვიცოდი. ლექსებს ვიმახსოვრებდი და შემეძლო ძალიან დიდი ლექსების წაკითხვა. ბევრი სამყარო გამორჩეული პოეტი, რა ვიცი, ძალიან ბევრი რა დღემდე მომდოდა იმ ბავშვობაში მასწავლე ლექსები და ასე შემდეგ და ალბათ გავლენა მართლა ძალიან დიდი იყო გარემოსი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი პოეტი ცხოვრობდა. სახალხო მთქმელი ისე ვიტყვი, სოფელში საუკეთესო ლექსებით და საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე. ღვთისმო გაანათლოს ეს ადამიანი, დავითრო სულაშვილი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახლდათ და 80 წლებში დაბრუნდა სოფელში და ხტოკ სახლის ხელმძღვანელი. როგორც ისე მოხებული ხმალი იყო, კულტურული მონისტრები ჩამოყავდა მარჯანიშვილის და არაერთი ცნობილი თეატრის მსახიობების სპექტაკლებში. ბავშვები და ეს თავისი კულტურის მოყვარული ძალიან საუკეთესო მონისტრებს და აუცილებლად და თუ არ გამოცხადდებოდი, არ გაჩერდებოდა ტელეფონი, მოვიდოდა სახლიდან აუცილებლად ძალიან არ მომწონდა, არ მეყვარს თავის წარმოჩენა, არასოდეს არ მეყვარდა. და დავითმე ჩემს იმხელა გავლენა ექონია, რომ რაღაც მასწავლე ეს ხალხში გამოსწორებს. წარმოჩენა, იმიტომ რომ ალბათ შემეძლო ამეკითხა მამაღლა და ალბათ მქონდა რაღაც რაც მე არ ვიცოდი. არა, მაინც პირველი ლექსი როდის დაიწერა? ახლა პირველი ლექსი რაც შეეხება ალბათ უფრო სტუდენტობისას ყველა ეყარება რაღაცა სოციალური აჯანყებული მქონდა ლექსებით და მახსოვს ჩემს ახალგაზრდა ლექტორს ვათხოვე და მებრუნებდა ძალიან გამიცდები და აღებები რა თავი რაც ზოგი საერთაშორისო ზოგი საერთაშორისო სტუდენტობის ლექსები და მოგვიანებით სოციალურ მაქსიმუმად ძალიან შეუწყო ხელი იმას, რომ ყველასაც რისუფლებას წარმოაჩინოს. მე არა, უბრალოდ ჩემმა მეგობრებმა დადეს ჩემი ლექსები და ძალიან მოსწონდა, იმიტომ რომ თვითონ რომ ეს არ იყო და დღესაც ისე ვამბობ, რომ მე ვარ პოეტობა დაბრუნებული მეთქი, მე არა ვარ ამის მეც იმ სოციალური ლექსებიდან შემეყვარდა შემოშედება თვითონსო. დაიწყო ჩემი ლექსებთან დაახლოება და ჩემი გათავისება და შემდეგ უკვე ისე და ისე ნინოს ალუქვაძის ძალიან დიდი დამსახურებით. მადლობა ნინოს. ხოჭა ნინოს, როგორი კარგი ფშავის დაუხედებია. ძალიან დიდხოს რომ გამოფშავდეთ ყველანაირად ისეთებო და სულ მახსენდება, უკაცრავად ცოტა გადავარ, ერთხელ გამორჩა ალაბაშვილი მეუბნებოდა, რომ 5 წუთით მაფშავლებ და მახევსურეთ. სწავლი ადამიანი ღმერთო ჩემს თუ დაიწყო პრეზენტაციაზე იყო თემო იქ და არაერთხელ პატევაჟაობაზე მიწოვი შეიძლება კონკურსში და აი ცოცხლები მე ბუნების შვილი ვარ ისე გრძნობა და არ მინდა აქედან წასვლა არ მინდა აქედან წასვლა პაჩიმ მაყურებლებო ეს გახლავთ ორი წიგნი
მზია მუსაშვილის მზის წაწალი და მზისავარ. პირველი წიგნის რედაქტორი გახლავთ ქალბატონი მზია ხეთაგური, მეორე წიგნის რედაქტორი ჩვენი თემურ ჯალაბაშვილი. ძალიან საინტერესოა რას წერს ქალბატონი მზია როგორც წიგნის რედაქტორი. არა და მე ძალიან ახლოს ვიცნობ ქალბატონ მზიას, მე ვიცი მისი ხასიათი, მისი ნიჭიერება და მან აუცილებლად უნდა წაიკითხოს წიგნი ის რედაქტორობაზე ხელს არ აწერს. აუცილებლად უნდა ჩათვალოს, ეს არის საუკეთესო პოეზია და მე აწერს ხელს და აი რას წერს ქალბატონი მზია ხეთაგური. მზია მუსაშვილს არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცნობ. პარადოქსია, ლექსებით შევიცანი ღრმა სულის მატარებელი პოეტი, რომლის ხილვა არც ისე აუცილებელია, რადგან მე ისედაც ვხედავ მის ფერებს, ვგრძნობ მისი აზროვნების სურნელსა და გემოს, ვეხები ნაიარებებს და მომავალში მოსალოდნელ ჭრილობებსაც და ეს ყველაფერი ისე ახლობელი და უეცარია, როგორც სისხლითა და სულით მონათესავითა უეცარი შეხვედრა არც თუ მოკლე ცხოვრების გზაზე. ამ გზაზე დაფენილი ლექსები თავს არ გაბეზრებენ ერთფეროვნებით, დატკეპნილი მეტაფორებითა და რითმებით, რიტმი თუ არითმია, ეროვნულობა თუ რელიგიურობა და პოეტისათვის აუცილებელი კოსმოპოლიტური ატრიბუტები საკუთარ მოზაიკას ქმნის სამყაროს რუკაზე თავისებურად რომ აირეკლება. ეს არის სხეულისა და სულის ბიოგრაფია, საიდანაც ამაყისევლით იმზირება ქალი, რომელსაც ჯერ არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცნობ. მზია ხეთაგური, წერალი, საზოგადო მოღვაწე, წმინდა გიორგის ოქროს ორდენის მფლობელი. წელი გახლავთ 2016. ძვირფასო სტუმარო, არაჩვეულებრივი რედაქტორის არაჩვეულებრივი წინათქმა. არაჩვეულებრივი ქალბატონზეას ყველა ვიცნობ და ვიცით მისი ობიექტურობის ვიცით და ისეთი წინათქმა, რა ვიცი რა უნდა ვთქვა. მეც ვიტყვი მარტო, როდესაც მოვდიოდი მუსაშვილი, არჩევაშვილი და მათურელი და ფიქრობდი, რომ მივდივარ ეს შავრის კალები და გზადაგზად გაგლექსეთ და ჩამწერე. ჩამოსხდრე შავრის კალები, ლექსკაფიების ფანები, საფეხნოთ ემზადებიან ამ ციმციმ თქვა. აი ზუსტად ჩვენელა ვერ ვგრძნობთ, რომ რაღაც აი თითქოს აი შინაგა ჩვენ შინაურობად საუბრობთ და აცინცინებული გვაქვს იმისათვის რა ვთქვათ და რითი გავახაროთ ერთმანეთი. საერთოდ ადამიანს ერთი ცხოვრება აქვს მოცემული, როგორც ვიცით, მე არ ვიცი მე და მე რა ხდება და როგორ ცხოვრებას აირჩევს ის, ხო? თვითონ განსაზღვრავს ის ადამიანი. აი მზიამაც აირჩევს ეს ფანტასტიკური ცხოვრება. ამასაც შეეძლო სხვა რაღაც ლაბირინთებში ყოფილიყო, მაგრამ თავის სკოლას, თავის სოფელს და თავის იმ გარემოს არ მოწდა და ამით არის დასაფასებელი და მიუხედავად ამისა, მისი მსოფლმხედველობა ძალიან შორს არის წასული. ძალიან შორს არის წასული. როდესაც მე ეს წიგნი ნახე ამ მზის წაწალი და წავიკითხე მზის წაწალი, ეს არის ძალიან და თან ამბობს მზია, რომ მზის წაწალი ვარ, მზის გურჯაბრა, ფშავის ქალშავი, ამბობს ამას. ისე როგორი თამამი განცხადება მზია, ხო? მე ასე ვთვლი, რომ თამამი განცხადება, რომ მზის ყველაზე დიდი მანათობელის, ხო, იმის წაწრობა ეგრე ადვილი არ არის და მიიფისე, ხო? მიიფისე და მზის წაწარული ვარ. მაგრამ ამას გარდა იმისა, რომ გამბედაობა უნდა, შინაგანი კულტურა ჭირდება, რომელიც მას აქვს. ის თვლის, რომ მისი პოეტური სიტყვა ისეთი მაღალი დონის არის. ამის განცხადება შეუძლია. როდესაც ქალბატონმა ლეილამ დამირეკა, რომ მოდი მზიას სიყვარულით ვარ მე მოსულწეღ ასე ვთქვი, რომ კრიტიკოსი მე არა ვარ. არაფერი პოეზიის და აი რა მზიას სიყვარულით ვარ მოსული, აი სიყვარულის ვარ მოსული, თორე მე არ შემიძლია ეხლა დღევანდელი პოეზიის კრიტიკა სხვა რაღაც უნდა. არის ვერიბრი, არის კონვენციური ლექსი, არის თეთრი ლექსი, ამდენ რითმიანი, იმდენ რითმიანი. მე მზიას ლექსებს, სიყვარულის ლექსებს ვეძახი და აი ამ ჩარჩოში ვსვამ სხვანაირ კრიტიკას მე მის ლექსებს ვერ დავუწყებ და არ დავიწევ. იცი რა, როდესაც თვითონ ხდები
მე გადაცემაში მოსვლამდე გადავხედე იმ ლექსებს, რომელიც მე ძალიან მიყვარდა და როდესაც ხვდები ავტორს და ის თითოეულ სიტყვაში აი ისეთ რაღაცას ამბობს, რომ სამზის გულები აბა მითხარით მე თქვენ თუ არა ფშავის ქალის სამზის გულებს ვინ იტყვის არის მის ლექსებს მე თქვენ გადაცემის ავტორი ბრძანდებით და არ ვიცი როგორ წაიყვათ, მაგრამ მის ლექსებში არის სამეცნიერო ლექსები, არის პატრიოტული ლექსები, არის დიდაქტიკურიც, რომელიც ახალგაზრდობას მოუწოდებს, რომ ასია ქრისტიანული სულიერები, ძალიან კარგი ლექსები. ამას თვითონ საცალკე უნდა გაშლა. და ამის დროს დღეს ჩვენ არ გვექნება. მთლიანად ერთიანად ვილაპარაკოთ, იმიტომ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი იყო და არის, იმიტომ რომ თვითონ ის არის ქალი პოეტი. ქალი პოეტი და მოდი ერთი რამე ვთქვათ. ქალი პოეტის ბედი საქართველოში საკმაოდ რთულია. მე არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ არის, არ ვიცნობ, მაგრამ საკმაოდ რთულია. ეხლა მამაკაცები არ შემომედავოთ, მე ის ძველი ის მოყვება ისე ქალთა სამართლიანობისათვის მოძრაობა და სოციალური სამართლის ქალთა უფლებების დაცვა და ერთს ვიტყვი, რომ მამაკაც პოეტებს გვერდით ღირსეული ქალები უდგანან, რომლებიც მათ უმსუბუქებენ ყველანაირ ყოფით პრობლემებს და ისინი მთლიანად პოეზიაში არიან ჩართულები. აი ალბათ მაგალითად ბესიკხარანაული რაღაც ვიყავით და ქალბატონი ასმატი დაფოფინებს, ალბათ ტარიო ხალბელაური, ქალბატონი მარინა, ალბათ ვაჟა ხორნაული, მისი რუსუდანი, როგორ ყველანაირ პირობებს მე არ მეგულება ქალი, რომელსაც აი ასეთ ქალი ყველას და ყველაფერს უნდა იყოს და იმ ლექსსაც უნდა იყოს და ასეთია ჩვენი ზია ყველას და ყველაფერს ყოფნის და ლექსსაც ყოფნის და ამიტომ ამბობს რომ ვინაბარო თავის ლექსში ვინაბარო და ეს ლექსი კი არის ძალიან დიდი და კარგი, მაგრამ შენი ჩავლილი წუთი ვარო ერთ წუთში ერთჯერადია შენი ჩავლილი წუთი ვარო და ქალი ვარ ერთი ქალთარაფერაო ქალთარაფერა არის ძალიან კარგი ქალი ძანდელი და ეძებს შიოლას ზიას როგორც ყველა ქალი ეძებს შიოლას ოღონდ ზია მე შიოლა თვითონ გამოიგონა და თვითონვე პოულობს ყველაზე კარგი მაინც ფშავის ქალებისთვის სამივე ფშავლები ვარ და ვიცით რომ ძალიან კარგია საგმირო ეპოსი ძალიან კარგია მაგრამ ქალს მაინც სამჯერადო ლექსების წერა უფრო გამოზდის და აი ხვარამზეს ყველაზე მიდის და ქალბატონზეას ახლა მოусმინოთ აბა ხვარამზეს ყველაზე თუმცა მე მაქვს ამაზეც რომ საოცრად ლექსებია თქვენი ხვარამზეს ყალდაყალაც გადაწერი და აი ციკლში სამ ხვარამზეო ლექსების ციკლში ალბათ ერთ-ერთ ძალიან პრიორიტეტულ ადგილს მივანიჭებთ. მადლობა ძალიან დიდი ჩემო კითხები. მოდი მაშინ რაღაცა დავუძე ჩამოვარდა სიტყვა. მოდი ამ თემით დავიწყოთ, იმიტომ რომ სამეჯნურო ლექსები კი, რადგან სიყვარული ატრიალებს სამყაროს და ღმერთი სიყვარულია ჩემო კარგება. ნამდვილად ვერ გადავალა ცნებას და ამ სიტყვებს და მოდი დავიწყებ აი ესეთი ლექსი, ეს ლექსი მეც ძალიან მიყვარს და ეს არის ეს ლექსი. ცოტა ხდებითად დაწერილი ძველი ისე თქვა გამოდგენებული და ეს რომ აკეია და ზედან ესეთი ძინოზის ამის გამოსახატა აი ესეთი ჩანაწერი მახვდებით არ გეტყვი სრარი გაჩნი ხარ მახვდებით შენ სულ საფლავში ჩახვდები ყინვარზე დიდი ხარ სულზე სუდიდო გუჩი არ მეტევი თოლებში მაჩიდები რაიგად გახყარა სუსხეი ღამე ხელარა გაღმე რაიგად მადუნო რაიგად ამახვდა დღემუდამ შენ სულის ვეშავზე მარტო გამიჩათი ფიქრტიელე თოლღრუბეს წვიმებად წაულენ ცრემლები მახვდები არ გეტყვი რაიგად მევახარ მახვდებით შესული საფლავში ჩახვდები და წერანი იყო საუბარი იმაზე, კაცი ალბათ მე ჯერად ის რა არის ისე ჩვენ რაღაცით რაღაცაზე არჩევ.
ეს ლექსი რო წავიკითხე, მაშინ მახსოვს ბელალანია მითხრა, რომ პრინციპი შევეცდა მეგრელებში შემოსჩიოთ ერთი კარგი ბიჭია. შენ რატომ მოძებნებ შავრებში როგორ ხარი? რა ქნა ვერ შევხვდი ჯიშიან მხოლეს. რასაც შევხვდი და როცა შევხვდი, ჩაბლილი იყო ყვავილობის ჩამდგარი იყო თვალებში მისი. ის ცეცხლს აფრქვევდა და ბედაურსაც ნალდა ცეცხლის ცვიოდა ალი. რა მიხარია? ხოვის მიწაზე ვიღაცის ბედა, ხო მაინც. გადის. აი პოეტი, აი ლექსი. ფინალიზაცია. ეს შობილების განსახიერება. ვიღაცის ბედა, ხო მაინც გადის. ხოვის მიწაზე. ხოვის მიწაზე ვიღაცის ბედა, ხო მაინც გადის და მე მაამრავლოს როგორ მინდა რომ ფშავი ისე ხმაურობდეს როგორც კი რა უფალი ისმინოს სიყვარული მე როგორც შამამეყარე განაის გული ქვა იყო მე როგორც გადამეყარე პირჩაბი შენთან რა იყო მე რომ ხუნჯად მაქციის გამოხედვა სხვა იყო დრო წამის წამად ლექცია იმцанთან წლები რა იყო ამაოდით სადე გაქცევა გზა შენ საიქით არ იყო დავალგზის თვალი გარიდე უშენოდ ყოფნა არ იყო ხილებმა გამაქადა გახსნა აღარ საით რა იყო მზერა ნათელით დამწოდა მზერა უცეცხლო წვა იყო გონოგონთ გარეულივით სხვა ყველა არა იყო სინკრონას ყველას დავეხსენ შენი სახაბი სხვა იყო უშენოდ ჩემი გამგების სამზეროს ართურა იყო ცალად შემამეთვისე ვერ დახსნა უფლის გზა იყო ვერ დალეული მანძილის ცოცხლის მომწდა იყო და ერთ წავიკითხა და მე ნახეთ თუ დაგრჩება კიდე ამისთვის და დაგრჩება ავტორის საკითხური ლექსი მაინც სხვა ის გძნობს თვითონ აი ისთვის რა დაწერა და სად არის ინტონაცია დასასრულებელი ხას გახეთ სიყვარული გაზრდიან თოლები დაკავაწრიალებს წამწამებს სურვილი თოლების კიდეზე მოყვარვარ თუ არა მოგინ კითხავი აწამებს გირილას მზე შიშვლე დანარცხებს გაზრდიან თოლები დამალეს შიშვლე ვაიმე გირილო დანებდი დაგძალეს გაჩუქეს სიცოცხლე და სული წაიგვარეს ქვას გახეთ სიყვარული ცოტა მაცალი წრიალებს კაგაბა სურვილი წაიყვარეს აი ზუსტად როდესაც მზიას პოეზიას კითხულობ გარდა იმისა რომ ის ძალიან კარგია ჩემთვის მაგალითად განსაკუთრებული რადოა იცი ფშაური დიალექტია შიდა როდესაც კითხულობ შენ და უნაგურად მოდის ფშაური ინტონაცია და თითქოს ის ლექსი მღერის და შენია და ის ზუსტად ამიტომ არის ეს ლექსები განსაკუთრებული და კარგი და თვითონ ის სიტყვები ძი ბევრი ისეთი სიტყვა ამოგიკითხე მე რომ შეიძლება არც ვიცოდი და არც გამიგია ან თვითონ შეიძლება მზიამ შექმნა ის სიტყვა მაგრამ კოცნაფერულავ აი როგორი სიტყვა კოცნაფერულავ ან ზეთბილ ქალშავო აი ესეთი სიტყვები რო შეხვდება ზუსტად იმზე და აქვს ერთი ძალიან კარგ მოტივზე გაკეთებული ფშაურ მოტივს ჰაი მონადირებია თამე მაითეთრო ყირმის აისე ცამ წაინტრედის ფერფთის პირ აი დააჩნდა ის პირ ლეგონ ხოლო სადიალე შუჯებთ როგორია აი როგორია აი ყველა სიტყვა არის თანგასაგები და თანუცხო თანგასაგები და თანუცხო და სუფთა ფშაური ეხლა ვერავინ ვეღარ დაგვიწუნებს რომ ენას იწუნებ ფშაური რომ ვეღარ გეტყვის წერეთ და წერეთ ფშაური დიალექტი და აი ნახეთ თქვენ რაით ფილმაც ქერალ თოლგულ გქონა აი რაით ფილმაც ქერალ თოლგულ გქონა რაიცი ზამთარებ გამიდარე ან სიყვარულის მათქო არ არის. თელი ცხოვრება დავდივარ როგორც სიყვარულის მათქო არ არის. საოცარი. ცხოვრებები ეჩენები მონათეში ისეთი თბილისი თბილისი მესა და მოვქაჩა მე ვერ გავხსნი იმ სკიუს აი
სულ ჩემთან არიან და სულ მიდაღმერთონე და ყოფილიყვნენ ცოტა დიდ ჭკუა გონებაში რო ჩავარდი უკვე ხო უკვე აღარ ხო მე მექსიკას დღეს მაგრამ უნდა მოძებნოთ და უნდა დაიტოვოთ რაღაც ისეთი ჩვეულებრივ ყოფაში რომ რაღაც სიტყვას ვიტყვი და ძალიან რო გაუკვირდება ჩემს შვილებს აშვილებს ჩემთვის ეს ძალიან ისაა აი მე უკვე აღარც ის არაფერი მახსოვდება აი როგორც კოცნაფეულად როგორი ვიდი ახლა რა დებიებს ჩამოვაგდესი შეიძლება შენის გადაცემა ამისთანა კიდე მაქვს და თან ერთხელ მეამებს რო ვკითხულობ იმიტომ ძალიან ძნობით არის დაწერილი გვესმის ვისაც უყვარდა ბებიები და პაპები ვისაც ახსოვს და ვინც თბილი მოგონებები დატოვა ალბათ ყველა ადამიანში რა ღირს გავიხსენოთ და მოვიფეროთ და სამხედრო მათელი კონდეს იმდენ ქვეყანაში ჩვენი ხელიდან უკრავების სახით სუნათენო გენაცვლოს ბედვაიო ისე იტყოდი ლოცვასარით ისე დაიკრებდი ხელებს საფნას გულს ამაატანდი ქალო გამაიტანდი გადანახულს ჩვენთვი კამფეტებს ჩამოგვირიგებდი დაგვიზოგავდი სახვალიოდ თვალგულს სალაღობო დამააფრენდი დაშიგულ წინდებს გამანახავდი დროს საფეხმო სასოფელაოდ მოხვიდოდი პირის ქარს მაიყოლებდი ბებო გაიცინებდი პირღი მაჩინები გვაცინებდი ურებს დაგვიწყობდი სახელობიც ხელს ხაჭაპურს მააყოლებდი ჩაგისკდეს მოცელიო პაპას მიაწევდი ჯერ ბალღებო გასინჯენო კაცო ისრეთბილად ეკვდი იმ სიყვარულით პაპის მაგივრობა მინდებოდა ჩაიცინებდა პაპა თვალები გაუწმდებოდა ის ვესფერი თვალები უძირო ჩვენ რო გვიყვება მარტო შვილიშვილებს ბალღებით ხელში გადნებოდა სიყვარული ემთასავით კაცი საოცარ სიკვდილმადიანებო მეგონა სიცოცხლები იქნებოდით სულ მოვიდოდი თვილ სახში და თქვენ სიტყვაში ბალღებით გამეხოვოდი ამდენ წლის მერე შემთხვევით მოვხვდი გავყურებდი შორებით უკვე სხვათა სახსა ჩემ ბალღობის სახს და ვტიროდი ჩემი მეგობრად მიწა დავიკრეფე თვალცრემ ჩაშლილი თქვენ მინდოდით აი გოფუსფუსები მოხუცები გაიოცეს ბალღებმა პატეჟი და ქისტის ქალანი ბალღობის მეგობარი გინდა თუ არაო ვერ შევდები რაღა გამომიყვანდა იქიდან დასაკრავ ხარივით აფავლებულს ჩამოვიშლებოდი სულ ხორციანად ლოცვასავით ჩამოვდნებოდი გული მეგულოდა ბალღობისა მენატრებოდით სულ ნათელმა მენანდებოდით შენ სიტყვა მესმოდა ბებო არც რას ახდენი ხარ ქალად არც რას სათმობი შემისტარავო პირსეხი მაჩენილი რომ ეთყოდი რა კარგი დრო იყო წამოსულმა ლოცვად გამოვიყოლე გენაცვლის ბებო კბილი ბებო პაპანი მერე და მერე კბება უფრო მათესოვნა მტერი მაყურებლებო ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვთქვით რომ ქალბატონი მზია მუსაშვილის პოეზიის თემები ბევრია არის სამშობლო არის გმირი წინაპრები ქართული ენა დიდი ქართული მწერლებისადმი მიძღვნილი ლექსები დედა ცალკე ფერეიდანი სიყვარული მეგობრობა თითქმის ყველა თემაზე ლამაზი და ლამაზი ლექსებია მეც წავიკითხავ ახლა ორ ლექსს ავტორმა ნებადამრთო და სიამოვნებით დავიკითხა 300 არაგველის სადიდებლად ცრემლი დუღდა არაგვილად გამახსენდა სად დაკოდილს სად მეწევი სიკვდილო მიწას მუჭში მოვიწურავ საარაგო წინაპრის სისხლს თვითონ დავლებს სიკვდილო ჭრილობაზე დამაფინეთ ღრუბლის ფრთილა დედის ხმაზე მინანავეთ მისლებო ჩემი დიდი წინაპრების ძვლები მტკივა იქ მიუვალ სიკვდილს უნდა ვუყელო უბზოუხლოთ მრავალ ლოჯას დააყურეთ ნატოვალზე შაუდექით ყვალდაკვალ სუნეთის გზას შაუშინდი სიკვდილო ვერ მომყალდა ცდილობ თავი შემაკლა ჰაი დედას სადაურისად დამიხვდი
იარაღზე ხას მისინჯავს სიკვდილო გამეცალე შენი ცოდვა არ დავიდო ემად არსად შემამაკუდეს სიკვდილო არაგვიანს სისხლი მიდუხს მტრის დაყოდილს არ დაგზოგავ არ აქვს აღმა აგავლევ აგატილევ ლამაზ ფშავლის ქალაისას მოპეცით მას ჭრილობაზე დაგაფე აი პოეზია აი კითხვის ნიშნები ეს კითხვის ნიშნები ყვარს ყველას დადიან სამყაროს დარდაწვიმა დაღლი ცლემს თვალის უპეებში მალავენ ფიქრს ვერ უხილ შიშით ერთურს ფიქრ არ გათვალოს დღეში 1000 ჯერ კითხულობენ დღეს რა რიცხვია რა დროა არის რომელ შაბათი გეგონება ასწრებს რამე აგვიანდებათ წვეულებაზე შეხვედრაზე ან პაემაზე ვერ მასწრებენ დაჟამკრება და ბინავებას დაღამებამდე ემოდენ დღეში დაჩაჩუნობენ თაბარად მაგ გონია და ერთუც ისე შაუძახებენ გორს ახათიკით მყოფებივით ყურნაკლუნები მშნეობისათვის ხანდახან ვფიქრობ სიბერე რა ხარჯემება რა ხეირია კითხვის ნიშანივით დახვალ მორკალული მუხში ჩამდგარი მარილებით ნიტრისის ქარით ბიჭირს მუხთ მოხრა დამждარს ადგომის ძალა არ გაქვს აღარც თავი გულიც ოგული შემოქმნესის დაკოჟრილ ხელებს ერთმანეთი ეხამუშება და ხელის გულებს სხვისი ხათრი უთრთის ნაურსში ჩემ ტკბილ მოხუცებს საკუთარ თავდავიწყებულებს პირველ კოცნაზე წასწრებული ბალღებივით დამოწყებულებს ერთურთის სული სხეულს უფარავს დროჟამ ქცეულებს დროსთან შეჯიბრში აი პოეზია მადლობა თვითას ამ დიდებული ლექსებისთვის და არ შეიძლება რომ არ გავუსოთ ხანსი მზიას დამოკიდებულებას სიყვარულის მიმართ ზოგადად სიყვარულის იქნეს ლექსით სიყვარული ყოფნის შეწირული მარადისობა ყოფნის შეწირული მარადისობა თვითონაც აღარ ახსოვს ასე შემოხედა და ამბობთ ნეტა სიყვარული როგორია ისინჯება თუ აგემოვნებენ ან როგორ გრძნობენ როგორ ხედავენ განიცდიან და რას განიცდიან ვინ უპასუხებს და ამბობს რომ დავიბენო და თვითონ დაიბნა და ჩვენს აგვაკლია აი ასეთია სიყვარული გააბნევს და თავსა და ბოლოს ვერ იგებ არ შეიძლება ქალბატონმა ლეილამ გებძანა მაგრამ არ შეიძლება რომ არა ვთქვათ მისი სიყვარული რამოდენიმე ლექსი შემოხდამე გვირილის მიმართ მე ერთადერთი პოეტი ვიცოდი ვისაც გვირილა ძალიან მოყვარდა ესე პომართუნანაური და კიდევ შემოხდა თქვენთან აი ესეთი გვირილა ღალატიანო საოცარი ლექსია გვირილა ღალატიანო ზერთი ცქერით დასალეო აი როგორ უნდა თქვა ეს რომ ერთი ცქერით დასალე მზეო წელწრულ გვირილაო წელწრულ და სანამ ცელის მხაზე შაეხებიო მანამდე მოგეფერებიო ესე იგი მთლიანად მზია სხვანაირად ხედავს იმ გვირილასაც იმის წელწრულობასაც იმის დასასრულსაც რომ ბოლოს და ბოლოს ცელის შენაწერი გახდება და განსაკუთრებულია მისი სამშობლო სიყვარული არ შეიძლება ფშავები ჩამიწვით მიგებრძოებაში მაგრამ მე ვისურვებდი რომ ყველა კუთხის ადამიანს ისე უყვარდეს სამშობლო ფშავებზე მეტად და მაშინ მე ვიქნები ძალიან ბედნიერი მაგრამ ჩვენ სხვანაირად გვიყვარს იცით ფშავი აი ბეჭავას სურვილი გაქვს რაღაცა ბეჭავს სურვილი ანუ ბეჭავი აი რაღაცნაირი არის რომ შენი კუთხე გინდა იყოს კარგი ის და არ გინდა სიმდიდრე გინდა რომ იმ შენ კუთხეში შენ საფშაველოში მიჯდე კარგად და ჩამოვდე საფშავლო გამოდენია ესეთი
აი ამას აქვს საოცარი ლექსი ეხლა მადიანეს ჩემსაც წერდი სამშობლოზე აქვს ეს თვითონ დიდი ლექსია მაგრამ აი ქართულ ამბანს ვესათუთე სისხლის ცრემლით მიწას ვწყავდი ქეთევანის წოვე ძუძუ ფარნავაზის განს ვიცავდი და მოდის სადიდებელი მთლიანად ქართული გმირების ჩვენი სახელოვანი მეფეების სახელოვანი ადამიანების ქრისტიანების საცხოვრებაში წეგული ადამიანების და ზე ამას ხედავს და მე ერთ ვიტყვი რომ ბედნიერები არიან ის მოსწავლეები რომელთანაც შევიხარ მე ასე მგონია რომ ძალიან ბედნიერები არიან ანუ და ქართულ ენას როგორი მიცეთ ამას ზუსტად ეგუნდა წაეკითხაო და ქართულ ენას ალბათ და ზუსტად ეგ არის ესე იგი ძალიან კარგი ჩანახატი ჩემი ყველაზე მეტად რაც მიყვარს არის რა არის სამშობლო მარადახალი ლეგენდა არაშეულებრივი ჩანახატია ესეც ტკივილმადლიანთა ესეც მარადახალი ლეგენდა ესეც მაგრამ სამწუხაროდ ანწხელიცისთვის დაწერილი თანამედროვე გმირია და უფრო მეტად იცნობენ ახალი თავდაც იცნობს და შემერთი გიცემს გულის მაგია სული სანაცვლოდ სამშობლო გითხრთის თვალებს არ დახლეს გედავებიან და არ გაყიდულ სამშობლოს სინდის როცა ღირსება მამულზე გადის ჯვარცმულის ჯვარი შენი ბედია არ დაცემულხარ კარვალის ჭიბერზე თურმე ერთიც არ დაგიკვნესია სიკვდილ სიცოცხლე პირობითია ამ ქვეყნად კაცად უნდა იმარგო შენი სიკვდილი ასჯერ მეტია 1000 ცოცხალზე ცოცხალს Pipărinăse țării, cât tu vastre, acele pirmele sabitxame. Alavardnili aia sulșinebeba, tahantroliba roplis natelit, ra inglisuri, ra rusuri, ra esințire aia și gațxabeba are supalis, ღვთის ტაძარია დედაენა, პირველ საწყისი, იავნანათი რომ შემოდის ჩვილის გოგონში, შეუცვლელია მშობლიური ენა ხალასი უფლის ხატია დედაენა უფლის ტაძარი იესო არის იესო არის ღაღადის ისმის ფერებში რით ჩაანაცვლებთ უფლის მცნებას და უფლის ნათელს ნუ ჩაკრავთ რწმენას ბავშვის თვალებში არის იესო იმეორეთ და შეასწავლეთ შეუცვლელ მცნებებს სამშობლოს მშობელს ოქროთის მკვდარი ნაზარეს იგავს თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი სად შეიმეცნებს სად წაიკითხავ გარდა მოხსნა აია უფლის ხატება ხელდა ხელში საქართველოს შემოატარებ არის იესო არის კასალეთი ახერდება ენას უფლის დიდ აფლის ნომერია ოლამის ყველა ბავშვზე და იცოდეს ეს ლექს ეს აიაზა მიცხული და ისე თუ მოვასწრებთ კი შემოგარდო ავტობუსი არის კიდე ესე იგი თავიდან ლეილა მინდა გითხრათ რომ საკმაოდ ბევრი დრო ჭირდება ამ ავტობუსთან საუბარს მე ვთქვით რომ ერთი გადაცემა კიდევ მაგრამ ის ერთი გადაცემაც არ ეყოფა ამიტომ ნიჭიერ ალბათ შალებს არ მარტო კარგი კაფეა მოგდის კარგი სამიჯნურო თუ სასიმღერო ლექსები შავლებმა ეცია ერთოხმით ტირილი ეს ცალკე პოეზია არის და რა ვიცი ალბათ ყველა სხვა ადამიანები ძალიან დავწყვეტებული და რა ვიცი ღმერთთან ათელში ამბობენ იმ ქვეყანაში გასული ჩვენი მეგობრები დიდი წინაპრები და რა ვიცი ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის ერთი წლის ერეკლე ჭარაულის გარდაცვალება ახლა შეიცით ახალწლის და არაერთი მაქვს ესეთი ხმით ნაკირალი დადებული ერეკლეზე და წავიკითხავ ახლა ავაი ერეკლე რარი შაიფერნიცის ლოგინ სულ მიასვეს ებნელეთის ყოფას ავაი ახვა გაზაფხული ასასხეობას გადაჰყვა ახვაც მოლისფერას იმშველებს გაბას მაიჩირთას მთის ყოილ ბალახს აუფრინდება მთიბღეთის ევროჭო და ხალხა შენკინ ცელოხრა დაგრჩა რას ნიშნავდა მთაში ცელის ოხრა დარჩენა ერთი მთიბელის მოგლება მთის ხალხმა იცის ეს ალბათ არა და საფიდი მოლოდინ დაღლის მზიაფერ დაჰკრა
აბა იმ თიბეს ელოდება ბეჭარკელი როარ მიუყალათ ერთება გვირილა ნადო ზიგუნა ფერებას პირდება თითოი ფურცელ შენს საფერები ზესხილებ ნაკლოს ცრემ ჩამაიშლის შენს დნაფეხოს სამძიმარსეთვეს შენობით დამრჩა დობილებს შენ მხევართ მსახურს უცი უნაცილებს ალკოჰოლის სევდას გულს დაიღალებს ჩაიშლება სულს მიასწრებს შენ საფერებს მიწას სამიწეს დებებს საერთლე შენად მავიდეს აბა მიწა საფრთხე და იდე აი ამ ციკლიდან მაშინ სადიყავი ღმერთო როცა უშენობა მჭირდა როცა უშენობით დაცვის ყდრის სულის ზაფებს მხსნიდა ყინდა რომ მარწუხებს მიჭერს ცოდვით დედამიწა იწვის შავეთის შამეხსნა კარი გაფრინას რო გარდა სიკვდი უფლის კარს სანთია ვენთები უღმერთოს ვაგებებს სიცილს დღეუნი დამიღამდები უკადიდები ღამე ერთ სანთლა ჭერჭარაული სიკვდილო შამინახეო მიწაო საფნად მეფარე ცრემლი მანამ მთვარეო ზეო შენ სულში ასკედი შავეთი გამინახეო ნამაზეონუ გამიგრო შვილი კაცად გამიზარდეო დედაონუ დამენდურები მიწა თუ გამჯობინეო თუ იმის მკერდი ვარჩიე თუ დედად გამიხადეო დაოცრემ მადლობნობინი სახელი შამინახეო დღეუნი დამიღამდები გადიდები ღამეო და როგორც იქვიან ალბათ არ შეიძლება ამ თემაზე ამ თავრებაზე ამ ძრებიანი თვალებით გამხარდა გადაცემისა მოდის წაიკითხე ის აი ის რაც ეთეროს ძალიან გული თუ ძალიან დიდი ხომი ჩემი ის რომ თუ მართლა წახალ მიდირა ეგრექსი ეს რომ შეიძლება რომ არ წაიკითხო ეს რომ შეიძლება არ წაიკითხო დილაბნეს მაესატირისე მარტო ეთვალებს ტიარა აი ქნებოდა სიცოცხლე ჩემ კარზე ჩამოგიარა საკვლევად გადიმეტებდი მარტო საფიხურად კი არა თვალს თვალის ჩინა დაკითხა გულს სიყვარულად კი არა რა იქნებოდა მზე იყო მარტო ხრუბელი კი არა წყაროზე ჩამიყოლებდი მარტო დომისას კი არა უკუთაბებისას გასმედი ჩვენ კი არა ჩამოგიარა რომელი უნდა იარო ასე სალამატიანა დილაბნეს მაესატირისე მარტო ეთვალებს ტიარა ჩვენ ერთმანეთს ვეცილებოდით ერთადერთ ლექსზე რომელზეც ვიყავით არაბაზამეთით და ისიც სამართალია ისიც იცი რა მის შემოქმედება თუ ვასწრებთ კიდე რაღაც მიდია რო თქვა რომ მის შემოქმედებაში მთავარი გმირი მაინც ქალია მთავარი გმირი მაინც ქალია და წერს ქალი რომელსაც ასაკი არ აქვს და სამარადისო კითხვას რომელი ქალია სანდო როდის არის ქალი სანდო მე მგონი რომ ყოველთვის არის ქალი სანდო მთავარია იქით ამხარე იყოს ვირსი იმ ქალის სანდოობის და ძალიან ესეთი ეს არის მისი ერთი ლექსი კარგამოჯარული მოლოდინი ქვავებული სახლებზე როწერ ეს არის ძალიან რთული ღვთისმსახურებისთვის რომლებიც ელოდებიან როდესაც მე პატრონმა კარი შეაოს ან ვიღაცამ გაიაროს და ასეთი ლექსია გუდამაყარი მე რატომ მოხდა იმიტომ დედამ ყავდა გუდამაყარელი და რომ ვეთყოდი დედას რომ მეტყოდა რომ შვილო რომ ავიყვანდით იქ გუდამაყარში და თან შევდეთო დედა მოხლებია აღარ იმუშავებს მეუბნები რომ მოხლები მткиვა და როგორ ახვალ იქ თაშა გამომხდებოდი დედაკენ ცოლოს განამკაცან მткиვა მოხლები და ის უწარეთ მახსენდება იცით რომ იქ თანახმა იყო თვითონ მისი სახლი წინააღმდეგ სადღაც მებში იყო ზურგზავდი და იქიდან კიდე მთაში უნდა წასვლა და განააკაცან მткиვა შვილო მოხლები არა ეს რაღაცა რომ აი მე ვიყავი ძალიან აი რა ვქნა ძალიან მაგრამ რა ვქნა ესე მოხდა და მომიწია მაგრამ რაც ჩემი სოფლიდან ჩემ თებში ვარდი აი ის დამეციოს მქონდა ძალიან მოყარდა და როცა გული თაში აი ხო ესე დაუპირდი რომ დედა წადი 10 დღე მეთქი გუდამაყარში წადი შენ მეთქი და
აი ხო სხვა მაგაზინი იყო და როგორი მართლაშვილო პორტა განახაცებიაშვილო ლაკარანტიო ესე გის კონდა და ერთი რამე და იცი უმზეულექსების რკალი თვითონ ავტორმა უნდა გვიფრას რა არის ეს უმზეულექსების რკალი და ბოლოს რა სიკვდილი როდესაც ჩანახატი აქვს მას აი ამაზე მინდოდა რომ ავტორს თვითონ ელაპარაკა იმიტომ რომ ეს ისეთია რომ ამას ჩვენ ვერ ვასწრებთ ვეღარ ვასწრებთ გვინდა თაბატონო დაჩესაიდულო ერთი კალიც და ასე შემდეგ და ნახოთ რა სამომავლო ასე მოხდება ყურებლებო ჩვენი გაგაცემის დრო თანდათან იწურება უჯრედფასის სტუმრები ყვავდნენ დღეს გალბატონი ეჯერმათურელი გალბატონი მზია მუსაშვილი დიდი მადლობა მოგზაურობისთვის გაგაცემაში მონაწილეობისთვის ძალიან გაგვახარეთ მეც და ჩვენი ტელემაყურებლებიც ჩვენ ალბათ კიდევ შევიკრიბებით კიდევ ვიფიქრებთ ლექსებს ვიამბობთ ხოდა გიყავეთ სამღეისო ლექსს საფრთხე ჩამოვჭდეთ პირიქით ძალიან მინდა რომ თქვენ გადაგიხადოთ დიდი მადლობა მე მზია იმდენად მიყვარს და ისე რაღაცნაირად მთხოვა მაშინ რომ ვიყავით ლაპანკურში რომ ცოტა ხანს დარჩით და რაღაც არ შეგვიძლია რომ არ შემეძლო მზიასთვის უარი მეთქვა მეწერან გიგიხარით თქვენ რომ რეალად როცა დამიძახებ ყოველთვის ვარ შეგგვერდით და ძალიან თავისუფლად შემეძლო რომ მეთქვა რომ არ ცალია და ვერ მოვალ მაგრამ მზიას ვერ ვყავ იმიტომ ეს იმდენად კარგი შავებს კარგი ფონს იმდენად კეთილი და მადლობა შენ რომ ზუსტად აი ესეთ მარგალიტებს ეძებ და არა ისეც ვინც ისეც ყვირის და ისეც ხმაურობს ეს ჩვენ ვიცით ვინც ხმაურობს და ძალიან კარგია დაირი ხმაურონ მაგრამ იმ არ აქვს პატარა ნაკადულებიც აქვს რომელიც უფრო ხმამაღალია ნახის 10 მინუტები მომავალში ხდება პირადად ლექსით ცოცხლობ და მინდა რომ თქვენც გიწილოდოთ თითო ლუგმა როგორც სეფის ხვერი